გესტაციური დიაბეტი ორსულებში. რა არის ეს და როგორ გადავიტანოთ? ანალიზების სიაში, რომელიც ომსის ფარგლებში ტარდება, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფქდს პერორალურ გლუკოზის ტოლერანტობის ტესტს, რომლის შედეგებითაც შესაძლებელია ორსულთა გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტირება. ეს ტესტი ტარდება ორსულობის 24-დან 28 კვირამდე ვადაზე და საშუალებას იძლევა გამოულინდეს გლუკოზის დონის მომატება სისხლში, რომელიც პირველად სწორედ ორსულობის დროს გაჩნდა. ეს სერიოზული გადახრაა და თუ მას ყურადღებას არ მივაქცევთ, შეიძლება გადაიზარდოს შაქრიან დიაბეტში და გამოიწვიოს ბავშვის ანომალიები და გაავადებები. ყოველ შემთხვევაში, ბავშვს შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს დაბადებისთანავე. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ თუ ქალი არ აკონტროლებდა შაქრის დონეს და არასწორად იკვებებოდა, ეს შეიძლება ბავშვის ლეტალურ შედეგამდე მივიდეს. ამის თავიდან ასაცილებლად საკმარისია დაიცვათ მარტივი წესები. კვებიდან სრულად უნდა გამოირიცხოს ადვილად ასათესებელი ნახშირწყლები და მაღალი შაქრის შემცველობის პროდუქტები, მურაბა, თაფლი, ყველაწვენი, ნატინი, შოკოლადი, კანფეტი, ნამცხრები, ტორტები, ფუნთუშები, ბულკები, ხვეზელები. იგივე ეხება ხილსაც. ტკბილი ხილი მდიდარია ფრუქტოზით, რაც იგივე შაქარია. ასევე გირჩევთ სრულად გამორიცხოთ ნახევარფაბრიკატები, წეხვეული, სოსისი, სარდელი, მარგარინი, მაიონეზი. არავითარ შემთხვევაში არ იშიმშილოთ. კვება თანაბრად უნდა გადანაწილდეს დღეში 4 მიღებაზე. კვებაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ცილებზე. ეს არის ხორცი, თევზი, ფრინველი, ქვეპროდუქტები, კვერცხი, ჟავერცის პროდუქტები დიდი რაოდენობით ბოჭკოთი, ბოსტნეულითა და მწვანილით. რაციონში ვამაკებთ სასარგებლო ცხიმებს, თის ზეთს, კოპლივოზეთს. მუქწზეთი შეიცავს საშუალო ჯაჭვიან ტრიგლიცერიდებს. ცხიმიანი თევზი, კაკალის, სრულმარცვლოვანი პროდუქტების შესანიშნავი სამშენებლო მასალა იქნება ცივი სტრუქტურის შესანარჩუნებლად. ასეთი კვების ფონზე ტკბილეულის ადმილტოვლა თავისთავად დაიწყებს შემცირებას. გაგიზიარებთ ერთ პატარა, მაგრამ ეფექტურ საიდუმლოს. თუ ძალიან გინდათ ტკბილეულით საკუთარი თავის განებივრება, გააკეთეთ ეს ძირითადი კვების შემდეგაც წუთში, რაც საშუალებას მოგცემს, რომ გლუკოზის დონე არ აიწიოს ისე, როგორც ეს ხდება მშიერ კუჭზე. შეიძლება ეს ძალიან მხიარულად არ ჟღერს, მაგრამ სცადეთ აღიქვათ გესტაციური შაქრიანი დიაბეტი, როგორც სწორი კვების და დაბალანსებული რაციონისკენ გადადგმული ნაბიჯი. დაიწყებთ კვების კონტროლს, მიეჩვევით ამას და თუ ეს ჩვევა მშობიარობის შემდეგაც შეგრჩებათ, ძალიან სწრაფად დაუბრუნდებით ფორმას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.